კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას სტუდია ნომერ 8-ს, რომელსაც მე ჟურნალისტი ლიზა კვესელავა ვუძღვები. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ გახარია საქართველოსთვის რუსუდან თევზაძე შემოგვერდა. მოგესალმებით, ქალბატონო რუსუდან, ძალიან ბევრი თემაა, რომელიც მალე უნდა გავიაროთ და მე მინდა რომ პირველი მაინც დავიწყოთ თქვენი ბრიფინგით, რომელთაც გამოეხმაურეთ იმას, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები არიან ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ მასიური წმენდა დაიწყო საჯარო სამსახურებიდან და მეტი მინდა თქვენგან შეიტყოს ჩვენმა მაყურებელმა და რადიო მსმენელმა რა არის ის მთავარი საკითხი, რომელზეც გინდათ საზოგადოებას მიმართოთ და უთხრათ. ისევე როგორც ბრიფინგზე თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ პირველი ვთქვათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სადაც ვთქვათ ასეთი აქტიური და მასიური წმენდა მოხდა, თუმცა არის სხვადასხვა სტრუქტურები და ძალიან ბევრი, რომლიდანაც ასევე საფრთხე ვთქვათ მომდინარეობს თქვენი თქმით, ჩვენ გადაცემის შემოსვლითაც ვსაუბრობდით და რომელი უწყებებია ესენი, უფრო მეტად თქვენ ფლობთ ბევრი ინფორმაციას. მოგესალმებით, მართლა გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ საგნობრივი საუბრის დაწყება ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ახლა. მივესალმები, რა თქმა უნდა, თქვენს ტელემაყურებელს და კონკრეტულად ლიზა თქვენს გადაცემის მაყურებელს, მაგრამ პირველი, მანამ სანამ ჩვენ იმ შედეგს არ მივიღებთ, რა შედეგიც გვსურს, რაღა თქმა უნდა, ჩემი და ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველა უკლებლივ, ყველა პოლიტპატიმარს, ტუსახს, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისა, ანუ რეჟიმისა და აი გუშინდელი კიდევ ერთ-ერთი ფაქტი მათე დევიძესთან დაკავშირებით 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს წარმოუდგენლად ნათელ და მზე ბიჭს, რომელმაც თქვა ის, რაც თქვა, თქვენს კარგად მოისმენთ, რომ მივდივარ, შეიძლება ეხლა ზუსტად სცენოგრაფიულად არ მახსოვს, ვერ გავიმეორო, მაგრამ არსი იყო ის, რომ ასეთმა ახალგაზრდამ, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის დაისაჯა, ისჯება უბრალოდ და იდგა ქუჩაში, თქვა, რომ მივდივარ წყვდიათში სინათლის საძებნელათო და ამ სინათლეს აუცილებლად იპოვის ჩვენთან ერთად და ყველასთან ერთად და სოლიდარობა ყველა მათგანს. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ბრიფინგის საკითხს. კი, რა თქმა უნდა, რეჟიმი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს. ეს პოლიტიკური რეპრესიები შეეხო პრაქტიკულად ყველა საჯარო უწყებას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ახალგაზრდობის სამინისტრო, ესე თქვა სრული სახელით რომ მოვიხსენიოთ, არ არის გამონაკლისი. და ამ ბრიფინგშიც რა თქმა უნდა აღინიშნა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება მოხდა და პრინციპში პირველი ესე თქვა მდგენელი ის იყო რომ ამ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების გამო მოხდა პრაქტიკულად რეორგანიზაცია, ჩატარდა ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია. რეორგანიზაცია ერთგვარი, მოდი ესე ვთქვათ, ბუა არ არის ზოგადად, ეს მიღებული ფორმატია საჯარო უწყებებში, ესე იყო, არის და იქნება, მაგრამ რა არის მისი დიდი იდეა, ანუ მთავარი მიზანი და ამოცანა აქ ეს არის, ხო, ის კითხვის ნიშანი. და მიზანი იყო სწორედ ადამიანების გათავისუფლება, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ღრმა შინაარსი და ამ შინაარსიც ვისაუბრებ, უბრალოდ პერსონებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ იმ ადამიანებმა გაბედეს ყველა სხვა საჯარო უწყებაში და მათ შორის განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში, რომ ხმამაღლა დაიცვეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და კონსტიტუციაში გაწერილი, ესე ვთქვათ, სურვილი იმისა, რომ ვიყოთ ევროპის და დასავლეთის ნაწილი და აი ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი და მოგეხსენებათ ვახსენე კიდევაც ბრიფინგში ეს კიდევ ორმაგი და ესე ვთქვათ სიმძიმის იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენი პოლიცსაბჭოს წევრის ბატონი ზაზათავაძის მეუღლე თია ძოწენიძე არაჩვეულებრივი ეს პროფესიონალი ასევე გაათავისუფლეს თამარ ჟღენტი არაჩვეულებრივი პროფესიონალი მოგახსენებთ თამარ ჟღენტი გახლავთ ინკლუზიური განვითარების სამმართველოს თანამშრომელი და თეა გახლდათ სკოლამდელი განათლების. ასევე გაუთავისუფლებიათ. მე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს მესამე შემთხვევა გავიგე გუშინ წინ საღამოს იმ ადამიანის Facebook პოსტით და ეს არის ბატონი ნიკოლოზ სილაგაძე, ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია კიდევ უფრო მასშტაბურია, ვიდრე ამ შემთხვევაში მოდი ესე ვიტყვი, მე მეგონა და ჩვენ გვეგონა და შეეხდნენ ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმების დეპარტამენტს და მოგეხსენებათ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი არის ის დეპარტამენტი, რომელიც ქმნის მთელს შინაარს სასკოლო განათლების სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და იმ ძალიან მნიშვნელოვანი კარგი
რა თქმა უნდა, აქ შეიძლება კრიტიკული იყო და შენეული SWOT ანალიზი გააკეთო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და მენიშნა მე პირადად მაშინ როდესაც დადგა ის მომენტი, რომ აი ეს ბატონი, აი ესე უხეშად გაათავისუფლეს სამსახურიდან და მე მაქვს ამის, როგორ გითხრათ, უფლება და ლეგიტიმაცია რო ვთქვა, იმიტომ რომ საჯარო იყო ეს მისი პოსტი და ვაძლევ თავს უფლებას გავიმეორო, რომ აი ესე, როგორ გითხრათ, არ ვიცი რა დავარქვა ამას, რაღაცნაირად ქურდული დაბარებით დაიბარეს და შესთავაზეს ან ესე, ან ისე ალტერნატივები, სრულიად არარეალური ალტერნატივა, რომელიც არის ღირსების შემლახელი. ანუ ღირსებას ხო ისედაც ლახავენ და კიდევ აურმაგებენ ამ ღირსების შელახვას. ეხლა რაც შეეხება ლიზა რა მინდა რომ ვთქვა. მე აქ ვსაუბრობ რა თქმა უნდა როგორც პოლიტიკოსი, პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიმძიმეს არა, ლეგიტიმაციას ალბათ შემსაუბარს ძენს ის, რომ მე 10 წელი თავად ვიმუშავე განათლების სამინისტროში, ამ საკითხებით ინტერესებული ვარ, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ განათლების ექსპერტი, განათლების საკითხებზე მომუშავე ადამიანი გახლავართ და ძალიან კარგად ვიცი თითეული ამ საკითხის მნიშვნელობა და საჭიროება. და ერთგვარი სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთაა, რომ დავიწყოთ საუბარი თავად შინაარსზე და საგანზე. და რაზე კონკრეტულად? რა სიკეთეები მოაქვს იმ მიმართულებებს, რა მიმართულებებსაც ახლა ვკარგავთ და რა იქნება დანაკარგი. ეხლა აი შევეცდები ძალიან მოკლედ რა დროც გვაქვს და შესაძლებლობაც განმარტო. ასე მაგალითად ინკლუზიური განვითარება, ხო? სკოლამდელი განათლება და ეროვნული სასწავლო გეგმები. ერთი ქალბატონი გამომრჩა, არ მივცემ თავისუფლებას, აუცილებლად უნდა დავასახელო, ცოტათი ადრე კიდევ გათავისუფლდა ქალბატონი თია ქარჩავა და ძალიან ბევრია ასეთი, უბრალოდ ეს მე რა ინფორმაციაც მაქვს. ეხლა ნახეთ რა ხდება. სკოლამდელი განათლების სამმართველო ახორციელებდა ეგრეთ წოდებული არა, ბაღების ირგვლივ, რაც კი საგანმანათლებლო რესურსების, ანუ შინაარსს ქმნიდა. და აი შეკითხვა რასთან დაკავშირებით ისმის, იცით? ზოგადად როგორც წესი იგივე დასავლეთში ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მიღებულია შემდეგი, რომ დეპარტამენტი იქნება თუ სამმართველო, როცა არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის სახელმწიფო ამ თემის პრიორიტეტს აღიარებს. და მაშინ, როცა ესა თუ ის დეპარტამენტი ან სამმართველო უქმდება, ეს ფაქტიურად სრულ გაუქმებას ნიშნავს. კი ამბობენ, რომ რაღაცასთან ინტეგრაცია მოხდა, კი მოხდება დაახლოებით რა ინფორმაციაც მე მაქვს, სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო იქნება თუ დეპარტამენტთან ინტეგრაცია. ეს უკვე აპრიორი თავშივე ნიშნავს ამ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებისადმი ინტერესის დაკარგვას და რაღაცნაირად დევალვირებას და ჩაქრობას ამ საკითხის. თუმცა ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოწყვლადი და არაერთ სამოქალაქო საზოგადოების თემის ხმა არის. შშმ წარმომადგენლების, იმიტომ რომ ინკლუზიური განათლება ემსახურება ამ ყველაფერს. ინკლუზიურ განათლებაზე და სკოლამდელ განათლებაზე და ზოგადად განათლების ყველა საფეხური დგას ამაზე. იგივე სასკოლო განათლება ვერ იქნება სრულფასოვანი და სრულყოფილი, თუ მისი განვითარება, ანუ მისი რაკურსი, ანუ მიდგომები ამასთან დაკავშირებით არ იქნება ინკლუზიური, ანუ მრავალპროფილიანი და მრავალმხრივი, ხო? ალბათ დამეთანხმებით. ეხლა რა სიკეთეებს ვკარგავთ? ერთი მარტივი წინადადებით. ვკარგავთ ყველა დასავლურ განვითარებულ სიკეთეს. სკოლამდელ განათლებაშიც, ინკლუზიურ განვითარებაშიც და აგერ უკვე, როგორც გავიგეთ და გითხარით გუშინ ნამდვილად Facebook პოსტით ეროვნული სასწავლო გეგმები, ანუ სასკოლო ისედაც მძიმე მდგომარეობაა, ზოგადად ხომ მძიმე მდგომარეობაა, სასკოლო განათლებაში მით უფრო და ეს ყველაფერი საერთოდ მოარღვევს ყველაფერს. აი ჩამოვთვლი ახლა. პირველი ის, რომ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით და მოგეხსენებათ რეგიონებს რა დიდი მნიშვნელობა აქვთ. მოხდება ინდივიდზე და ანუ პერსონაზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო რესურსების შექმნის დეფიციტი, ზოგადად სწავლასწავლების პროცესის ესე ვთქვათ მორღვევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსწავლის განვითარებისთვის. ინდივიდზე დაფუძნებული, ანუ მოსწავლეზე და მოსწავლის ინტერესებიდან გამოსული სწავლასწავლების პროცესი უნდა შევქმნათ. სადაც მშობელიც ჩართულია. ეს ყველაფერი მშობელსაც დააზარალებს. და თქვენ შეგიძლიათ კითხოთ ნებისმიერ მშობელს.
ის შშმ თემის წარმომადგენელი იქნება თუ არ იქნება, რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარება, ვინაიდან და რადგანაც პირდაპირ ეხება ეს მშობელს და მოსწავლეს თუ არ ეხება, რადგანაც ნებისმიერი თემის წარმომადგენელი ერთ სივრცეში სწავლობს და ერთად არიან და ერთად ვითარდებიან და ეს არის ზუსტად ის დასავლური მიდგომა განათლებისა და ის სიკეთეები, რა თქმა უნდა, ამის, ესე ვთქვათ, გაუქმება, რომელიც თავისთავად შინაარსის დევალვირებას გამოიწვევს და ჩვენ კიდევ არ ვიცით ესენი რა ნაბიჯებს გადადგავენ, რა თქმა უნდა, დაზარალდება თუნდაც არა შშმ თემის წარმომადგენლებიც, მშობელიც და მოსწავლეც. და მივდივართ იქამდე, რომ არ მინდოდა მე ეს პოლიტიკური კონიუნქტური დამეწყო, მაგრამ ეს ჩემი საუბარიც აქვე მაძლევს იმის თქმის უფლებას, სათამდე მივდივართ. ესე იგი, გამოდის, რომ მთელი სისტემა ქვეყანა ზოგადად და ყველა საჯარო უწყება და ამ შემთხვევაში ყველაზე მოწყვლადი განათლების სისტემა. იმიტომ რომ მასწავლებლები ყველაზე მოწყვლადები არიან. დაყავთ მერკანტილურ პარტიულ ინტერესებამდე და ფაქტიურად მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა. არჩევნების პერიოდში ხო ესე იყო და ეხლა მოსამზადებელი ფაზაა შემდგომი არჩევნებისთვის, ხო? და პარტიულ შტაბებად აქვთ გადაქცეული სკოლები. და აი ამ პარტიულ კონიუნქტურაში აქცევენ ამ სამინისტროსაც, რომ ადვილი მართვადი იყოს ყველა და ყველაფერი და განათლებაზე დგას, ხო? ანუ განათლებას ებრძვიან. და რა თქმა უნდა, იცით რა არის ლიზა, ეხა პატარა ესე ვთქვათ, გადახოვას გავაკეთებ ეს პროფესიული ეს როგორ ვთქვათ მიმართება შეიძლება არ არის, მაგრამ ადამიანები ვარ და ჩემი ემოციური მიმართება ამასთან დაკავშირებით, რომ როგორც პროფესიონალი ვამბობ შემდეგს, რომ რაოდენობრივი წიგნიერება მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განათლებისთვის, არ არის ერთ-ერთი უმთავრესი მენტალურად სამოქალაქო ცნობიერებისა. რაოდენობრივი წიგნიერება ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვერ მოიტანოს პოზიტიური შედეგი თუ შენ შინაგანი ინტელექტი არ აქვს და ცოტათი კითხვის ნიშანს დავსვავდი ვინაიდან რადგანაც ესენი ესე იქცევიან რეჟიმი და მათი ჯარისკაცები მოდი ესე ვთქვათ, მათ როგორც ჩანს განათლებაშიც აქვთ პრობლემა. ქალბატონოსთან უცებ გიკითხავთ, იმიტომ რომ თქვენ აჩენთ ეჭვს იმის თაობაზე, რომ პერსონალურად ამ ადამიანების გამო დაიწყო რეორგანიზაცია. რა გიჩენთ ამის ეჭვს და არის საფუძველზე შეიძლება ამას ვამბობდეთ? მოდი ესე ვთქვათ, მე არ ვარ ბრალდებელი. მე გახლავართ აქ პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და პროფილურად განათლების ექსპერტი გახლავართ. მაგრამ დინამიკა პროცესებისა ისეთია, ფაქტები, ირიბი პირდაპირ და გარემოებები ისეთია, რომ ამის გონივრული ეჭვი არსებობს. და მეორე კიდე, რომ თავად ის ადამიანები, რომლებიც ამას თავად წერენ საჯაროს, საჯაროდ ეს არის ჩემთვის წყარო, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე დასკვნა, რომ ნამდვილად, იმიტომ რომ ამათვის რეჟიმისთვის მთავარი მტერი აღმოჩნდა ხალხის მიერ საკუთარი კონსტიტუციის დაცვა, ხო? და ამ ადამიანებმა ამ 78 მოხს და არ მეშლება, ხო? მე მგონი 78-ია და ნამდვილად ხელი მოაწერეს და იქ კაფიოდ წერია ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გსურს განვითარება და მასშტაბად ეს ნიშნავს რომ გსურს ევროინტეგრაცია და ამიტომაც მიჩნდება ეს გონივრული ეჭვი. აი ვინაიდან ჩვენ ცოტა დრო გრჩება არ გვაქვს ბევრი დრო სასაუბროთ სოციალურ ქსელებში ცენზურის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ ვხედავთ რომ კრიტიკული აზრი რაღაცნაირად დასჯადი შეიძლება გახდეს უკვე ნახეთ სასამართლო პროცესები გუშინ დღესაც გაგრძელდება ბუნებრივია და ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება. რა საფრთხეს ხედავთ აი ამ კანონში? რომ რაღაცნაირად აღსრულება ძალიან რთული იქნება, ისევე როგორც კონტროლი სოციალური ქსელების ადამიანების ამ სივრცეში გაკონტროლება ძალიან რთულია, ძალიან ბევრი ტროლი არსებობს, ბოტი არსებობს, ადამიანები, რომლებსაც აქამდე ქონდათ რაღაცნაირად წარმოდგენა, რომ ეს იყო მათი სივრცე, სადაც შეეძლოთ ნებისმიერ თემაზე, როგორც უნდათ ისე გამოეხატათ საკუთარი შეფასება. აი, ესე გიპასუხებთ ლიზა. ნუ მე ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ სრულიად მიუღებელია რა თქმა უნდა ხა ამაზე სიღრმეებში არ შევოთ, მაგრამ ეს არის მათი ერთადერთი იარაღი. ანუ რაღაცა იარაღები ქონდათ ხო? CMS ადამიანები არ დაასიხსხლიანეს, არ ვიცი რა აკეთეს წარმოუდგენელი გუშინდელი სასამართლო დღევანდელი და კიდე რა გველის ღმერთმა უწყის, ხო? მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ეს აღმოჩნდა ის რაღაც მილევად რეჟიმში საოცრებად დასრულდება. მე მართლა გულწრფელად მჯერა ამის. ერთ-ერთი იარაღია ჩვენთან
სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლის იარაღი, რომელთაც არაფერი არ უნდა, ძალიან მარტივად არის საქმე. გვინდა განვითარება და დასავლეთი, არ გვინდა ბატონო ეს რუსეთში დაბრუნება. ასე მაგალითად, ეხლა შეიძლება როცა აქ ვიჯექი მე და ვსაუბრობდი, შინაარზე განათლებაზე რა სიკეთეებს ვკარგავთ და რა არის სარგებელი, ანუ რა არის დანაკარგი თქო. დანაკარგი, იცით რა არის, აი ამით დავასრულებ, რომ ინკლუზიური განვითარება, სკოლამდელი განათლება, ეროვნული სასწავლო გეგმები, ანუ სასკოლო განათლება, ოღონ სახელმწიფოებრიობაზე და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქმნის თავისუფალ და დემოკრატიულად ჩართულ სამოქალაქო საზოგადოებას. აი ასეთი სამოქალაქო, ასე ვთქვათ, მაღალი მოქალაქეობრივი აზრის მქონე დემოკრატიული და თავისუფალი მოქალაქე არ უნდა რეჟიმს რო ყავდეს. მარტივად არის საქმე. ამიტომაც ებრძვის განათლებას და ამ ყველაფერს ჩვენ დავკარგავთ თუ აღარ არის ალბათ. ძალიან მალე ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება. ჩემი ღვარწმენა არის. ასევე რამდენიმე წუთი გვაქვს და გკითხავთ მედიის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც არ ვიცი, მე პირადად ჯერჯერობით ვერ შევეჩვი, იმიტომ რომ ჟურნალისტებს გვიწევს ვთქვათ დაკონკრეტება რაიმე პოზიციის გამოხატვის დროს ამ კანონის მიხედვით, რომ ეს არის ჩემი აზრი, რომ ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა, რომ მასზე შემოსული ზარები თუ ვთქვათ ასეთი იყო, იქაც უნდა გაკონტროლდეს და შეურაცხყოფელი არავინ არ უნდა თქვას და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია რომ ასეთი ტიპის გაკონტროლება შევძლოთ მაგალითად ჩვენს ინტერაქტიულ გადაცემებში, თუმცა ზოგადად აი როგორ უყურებთ და აქაც რა საფრთხეს ხედავთ, არის თუ არა ეს თავისუფალ მედიაზე, ვთქვათ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ბერკეტი მათი მხრიდან და რას ნიშნავს, როდესაც იქ სოციალურ ქსელებში, აქ მედია საშუალებებში, ვთქვათ, ბევრი სხვა კიდევ არ ვიცი, მომავალშიც ველოდები რამე ისეც ნაკლებად მნიშვნელოვანს და ნაკლებად ვთქვათ, აი ასეთი ტიპის საფრთხეს ვერ ვხედავ მე ვერც მედია საშუალებებიდან და ვერც სოციალური ქსელებიდან, რასაც სხვა მიმართულებით არსებობს უამრავი თემა, რაც აუცილებელია, რაც საზოგადოებისთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანია და ამ მისამართით არ არის მეტი მუშაობა. მოგეთ რეჟიმის პოლიტიკური ჭყალებში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპერირების ფონზე ერთადერთი თავისუფალი მედია იყო ის არ ვიცი, ნათელი, შუქი, მწვანე გზა, რომლის საშუალებითაც ჩვენს, რა თქმა უნდა, მადლობა, აი სრულიად გულწრფელად ფამილიარობის გარეშე, პერსონალური მადლობა თქვენ ლიზა, თქვენ ტელევიზიას, ყველა სხვას კრიტიკულად მოაზროვნეს და მადლობა იმისთვის, რომ აქამდე შეძელით მოსვლა და ჩვენი, მოდი ესე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოებრივი აზრის ადვოკატირებაც და ეს სრულიად მიუღებელია და სოლიდარობა და თანადგომა თქვენ და ისევე როგორც განათლებასთან მიმართებაში ვთქვი, აქაც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ხომ ეს არის მათი ერთადერთი უკვე დარჩენილი მექანიზმი საკუთარი თავის გადარჩენისა, რომ ამით ჩაახშონ ის თავისუფალი ხმა. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ შესაძლებელია თქვენი როგორც ჟურნალისტის, პროფესიონალის და ამ პროფესიის კიდევ ნაკლებად ეშინიათ მათ კიდევ უფრო მეტად, ყველაზე მეტად ეშინიათ იმ ფართო სამოქალაქო აზრისა და მოსახლეობისა, რომელიც ისე ფიქრობს, როგორც ფიქრობს. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი და ალბათ დამეთანხმებით, რომ ხალხს აქვს ძალიან დიდი ძალა. და როგორი გუშინდელ საღამოზე ალბათ უყურეთ კიდევაც, რომ ანუ რაღაცნაირად აღმოჩნდა აი ბოლო წვეთი მათესთან დაკავშირებით საუბრობ, მიუსაჯეს 4 წელი 6 თვე და როგორი რეაგირება მოყვა ამას ყველაფერს ქუჩაში ახალგაზრდების. ანუ რა მინდა ამით თქვა, რაც უფრო ყოველ ჯერზე ესეთ უგუნურ, საკუთარი თავის და რაც მთავარია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამაზიანებელ ნაბიჯს გადადგავენ, ყისიერად მიიღებენ უფრო მეტ რეაგირებას და ეს ყველაფერი მართლა თოვლის გუნდასავით აგორდება და დასრულდება აუცილებლად საქართველოს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სასარგებლო და ამის ფუნდამენტი რითაც დავიწყე. ეხლა არ ჩამითვალოთ რაღაცნაირად ჩემი კრიტიკული კომპეტენცია, მაგრამ ნამდვილად ეს ყველაფერი, აი ჩვენი საუბარი და ზოგადად ყველაფერი რაც კი ხდება სამყაროში ამის მყარი ფუნდამენტია განათლება და განათლების ასე ვთქვათ დევალვირება და დეგრადაცია რადგან გახდა მათი მთავარი მიზანი და განათლების მესვეურნი გახდნენ სამიზნეები, ეს არის ინდიკატორი რამდენად მავნე
მიზნები ამოძრავებთ, რომელიც ისედაც ვიცოდით. დიდი მადლობა გადაცემის მადლობა, სტუმრობისთვის, უღმესი გადაცემისთვის მადლობა. განკუთვნილი დრო მოგეწურა და გახარეს საქართველოსთვის რუსულთან თევზაძე იყო გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი. მადლობთ რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად მე დროებით, გემშვიდობებით და ინტერაქტივის ჩამოგივიქრდებით კვლავ პირდაპირ ეთერში.